დღესვე თარიღის ფარგლებში ბათუმის საზაფხულო თეატრმა მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლა. მაყურებლის წინაშე 8 სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდა იუმორისტები წარსდგნენ. ფესტივალს ფინანსურ მხარდაჭერას აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი უწევს. საუკეთესო მონაწილეებს ელექტროტექნიკითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვებენ. დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებდნენ ადგილობრივი ახალგაზრდები. ორგანიზატორების განცხადებით მანსანკანის ბათუმის გუნდი რამდენიმე დღეში რუსეთის ფედერაციაში დაგეგმილი კონკურსისთვის ემზადება. დღეს აჭარის სპორტ და ახალგაზრდთა დეპარტამენტმა სოფლის საერთაშორისო ახალგაზრდთა დღისადმი ღონისძიებაზე ჩავატარეთ ჩვენ მანსანკანის მუსიკალური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა 8 გუნდი, პროფესიონალი გუნდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. შეჯიბრი ძალიან საკმაოდ საინტერესო გამოდგა, საინტერესო პრიზები დავაწესეთ და ეს არის ჩვენი უკვე ღონისძიება რავალ წელი ტარდება და მომავალ წელშიც იქნება ეს ღონისძიება. მე უკვე მე-4 წელია ვთამაშობ ამ ფესტივალზე. იყო გარკვეული წარმატებები ეს ფესტივალი მოგებული 3 წლის წინ და ეხლა უკვე სხვა გუნდიდან ჭიათურის ჩემი ქალაქის გუნდით ვარ ჩამოსული და ძალიან კარგია, 8 გუნდი სხვა რეგიონების, სხვა უნივერსიტეტებიდან, სხვა ქალაქებიდან თამაშობენ და ძალიან საინტერესოა ერთმანეთს ძველი მეგობრები ვნახულობთ და კარგია ის რომ საერთო შეხვედრის ადგილი გვაქვს, ჯანსაღი კონკურენცია, კარგია ის რომ ძალიან კარგ დარბაზში ვთამაშობთ.